სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მიუხედავად იმისა, რომ რწმენა გვაქვს, ქრისტიანები ვართ, ბოლომდე ჩვენ როგორც ცოდვიდან აღმოცენებული ადამიანები, ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, ვერ ვაანალიზებთ, ვერ ხვდებით რა მოიმოქმედა ღმერთმა და რა ხდება ჩვენ თავს. ალბათ ადამიანის წმინდანობის ხარისხის და მიხედვით, სულიერი სიმაღლის და მიხედვით ხდება ამის გაცნობიერება, რა ხდება ჩვენ თავს. როდესაც ჩვენს გულს უფალი ეხება, რწმენაში მოვდივართ და ხვდებით მის მიერ დაარსებული მისი სხეულის, მისტიკური სხეულის, ანუ ეკლესიის წევრნი. როგორ და რანაირად რეალიზდება ჩვენი მოაზროვნეობა, გონიერება და თვითუფლებრიობა და თავისუფლება. რანაირად რეალიზდება. რას ნიშნავს ამ თვისებებით, რომ აღგვჭურვა ჩვენ ღმერთმა? რას ნიშნავს ეს? და რა პასუხისგებლობის წინაშე ვდგებით? შესაბამისად, გვაქვს რა ნება და ნება ეს არის გონიერი და თავისუფალი არსების თვისება და თუ ქმნილება არ ექნებოდა გონიერი და თავისუფალი, მოაზროვნე ან თვითუფლებრივი, რითაც ღმერთს ვგავართ ხო ჩვენ და არა ვართ დეტერმინირებული ამ სამყაროში ბოლომდე, თორე ნაწილობრივ ვართ დეტერმინირებული, იმიტომ რომ გარკვეულ კანონებს და წესებს ჩვენ და უნებლიეთ ვემორჩილებით. მადლით ღმერთი უნდა გავხდეთ, მაგრამ ჩვენი ცოდილობისა გამო და ჩვენი არჩევანის გამო, რაც ადამიანში გავაკეთეთ და ვემორჩილეთ რა ამ ქვეყნიურ მიწიერ სტიქიებს და ეშმაკის ნებას და მათით ეშმაკის ნებით და ამ ქვეყნიურ სტიქიებზე მორჩილებით მოვინდომეთ სრულყოფილება და განხთობა, შესაბამისად ჩვენ დეტერმინირებულები გავხდით უკვე არა მექანიკურად რაღაცა პროცესის გამო, არამედ დეტერმინირებულები გავხდით ჩვენი არჩევანის გამო. ესია და ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთნი ვართ, მაინც ჩვენში გამოსჭვივის ჩვენ ამას ვგრძნობთ და განვიცდით გონიერებაც, ანუ მოაზროვნეობას და თავისუფლებას და ეს ჩვენ ღირსებად მიგვაჩნია. ოღონ არ ვიცით რაში გამოვიყენოთ და სწორად როგორ გამოვიყენოთ და ადამიანება ზოგადად, მაგრამ მორწმუნება უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ და ამის სწორად გამოყენებას უნდა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდეთ და პასუხისგებლობით ვტვირთავდეთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ბუნების თვისება არის ეს, ჩვენ ვართ ასეთნი, ასეთად შევქნა ღმერთმა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მერე ნებელობა გვაქვს და მერე უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ეს ჩვენი ნებელობა, რომელიც გონიერი და თავისუფალი არსების სწრაფვას ნიშნავს, ცხოველიც ისწრაფის, ცხოველიც ორიენტირებს, ცხოველიც რაღაცა სხვადასხვა გზას ირჩევს, თქვა და სხვადასხვა საშუალებებს, მაგრამ მას ნება არ აქვს, იმიტომ რომ არ აქვს გონიერება და თავისუფლება. ამიტომ ჩვენ ცხოველი თავის მოქმედებებში პასუხს არ აგებს, თქვა თუნდაც ზნეობრივი კანონის წინაშე პასუხისგებელი არ არის, ხოლო ადამიანი პასუხისგებელია, თუნდაც ზნეობრივი კანონის წინაშე, რამე თუ ზნეობრივი კანონის შემოქმედი ღმერთია და რა თქმა უნდა თავად ცოცხალი ღმერთის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გონიერები და თავისუფლები და პასუხისგებელნი ვართ ყოველ ჩვენს მოძრაობაზე. და ეს მოძრაობა განპირობებულია ჩვენი ბუნებით, ჩვენი ხორციელი და სულიერი მისწრაფებებით. მე გვახსენდება იყავნება შენი, რომელიც მთლიანად მოიცავს ადამიანის არსებას და მე კითხვა ჩდება, რომ ესე იგი რა გამოდის, ადამიანი დეტერმინირებული უკვე ღვთისნებით ხდება, ღვთისნებით არის დეტერმინირებული, თუ ფიზიკის კანონებით არა ბოლომდე და თუ ეშმაკისგან თავისუფლდება, ახლა ღმერთით ხდება. არა, იმიტომ რომ ღვთისნებისადმი მორჩილება ეს ჩვენი თავისუფალი არჩევანია. და თუ არ მინდა ადამიანი იტყვის ამას და თუ არ გინდა, არსებობს ალტერნატივა. ეს ალტერნატივა არის შენი ბუნებითი ნებელობა, რომელიც იმგვარად დაზიანებულია, რომ საიწავიდეს არ იცის. ეს ეთყობა ცალკეულ ადამიანს, ეს გვეთყობა ჩვენ თუ საკუთარ თავს დაუკვირდებით,
ეს ეთყობა კაცობრიობას, მთელი მის ისტორიას თუ გადავხედავთ და ეს ეთყობა კაცობრიობას დღევანდელ დღეს. რომ არ იცის სად მიდის. აღრეული აქვს ყველაფერი. აი ალტერნატივა, არ გინდა ღმერთის ნება, რომელიც არის ერთადერთი კეთილი და შენ როგორც მისი ხატი და მსგავსი არსება, რომელიც უნდა მარადისობაში სიხარულში იმყოფებოდე, გონება მიუწვდომელ სიხარულში და არა როგორც ქმნილება, როგორც თქვა ლეკვი და ძაღლი ადამიანთან, არამედ როგორც შვილი მამასთან, ანუ ღვთაებრივი ბედნიერება გელოდება შენ. მაგრამ ამისათვის შენი მისწრაფებანი, შენი ბუნებითი მისწრაფებანი უნდა ემთხვეოდეს ერთადერთ კეთილ მისწრაფებებს, რომელიც არის ღმერთის მისწრაფება, ღმერთის ზრახვა, ღმერთის ნება, იმიტომ რომ სხვა სიცოცხლე და სხვა მარადისობა და სხვა სიყვარული და სხვა ბედნიერება არ არსებობს გარდა ღმერთისა. ანუ სხვა ალტერნატივა ადამიანს არ აქვს. ოღონდ ღმერთის არჩევის შემთხვევაში შენ შედიხარ სრულ სისავსეში სიხარულისა, ბედნიერებისა, სიყვარულისა, ყოველგვარი სიკეთისა, სიცოცხლისა. სრულ სისავსეში, რომელსაც არ აქვს არანაირი ჩრდილიც კი, აბსოლუტური სინათლეა, აბსოლუტური სიკეთეა. და აქეთ გვაქვს ის, რაც გვაქვს. როგორც გითხარით, ადამიანის დაცემული ბუნების ნებელობა, რომელიც თავისი ხორცით ცხოველს დაემსგავსება, თუ ამას აყვება და სულით კიდე ეშმაკს. და როცა ადამიანი ამას ყველაფერს აცნობიერებს, მე უკვე გასაგები ხდება პავლე მოციქულის სიტყვები, როცა იგი ამბობს, რომ ბათაშვილის ძალიან იმპერატიულად საუბრობს ამაზე და ძალიან ისე მტკიცედ გვეუბნება, რომ ქრისტიანებს შენი ხორცი და შენი სული ქრისტიანო არ გეკუთვნის შენ. აქ თითქოს შენ თავისუფლება ელახება, მაგრამ ეს რომ გაიგო, უნდა ქრისტიანული ღვთისმეტყველება, უნდა ცოტათი მაინც იცოდე და უნდა იცოდე ვინ ხარ შენი პოტენციით, რისთვის გამზადებს ღმერთი. თუ ეს არ იცი, რა თქმა უნდა, და შენ თუ ლუარსაბ თათქარიძის ცნობიერება გაქვს, აბა ლუარსაბის ის გეთქვა, შენი კუჭი შენ არ გეკუთვნის, რა დღეს ჩავარდებოდა, აბა ვის ეკუთვნის, მე მაგით ვსოცხლობ, მაგით ვხარობ, მაგით ვბედნიერობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი, რომ ვისი ამოვნო. ხო, აი რაღაც ეს მდგომარეობა აქვს ზოგადად ადამიანს. ხოლო ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, თუ რისთვის დაიბადა და რისთვის შეიქმნა, მაშინ რა თქმა უნდა ეს პავლე მოციქულის იმ სიტყვებს, რომ შენი ხორცი და შენი სული შენ არ გეკუთვნის, ამას ძალიან კარგად იგებს და შესაბამისად ის იწყებს შესაბამისად ცხოვრებას, ის იწყებს ღმერთის ძიებას საკუთარ თავში. ამ ძიების შედეგად აღმოაჩენს, რომ ღმერთთან კომუნიკაციის უნარი მას საერთოდ არ აქვს და უკვე რწმუნდება იმ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ სასუფეველში ადამიანისათვის სასუფეველში ყოფნა შეუძლებელია, კაცთათვის შეუძლებელია, უფალი როგორც ამბობს, ამაში რწმუნდება და ხვდება რატომ? იმიტომ ხვდება, რომ ვნებებით და მოდი ასე ვთქვათ, დაცემული ბუნების ნებელობა უშლის ხელს, აი ის ნება ჩვენ რო გვიყვარს და თავისუფლება გონია, ის ნება გვიშლის ხელს, იმიტომ რომ ის ნება არის აღსრულებელი, ის ნება უზურპირებულია ამ ჩვენი ხორციელი და დემონური მიდრეკილებებით, რომელიც ჩვენშია და იწყებს ამ ვნებებთან ბრძოლას. და ერთადერთი სავედრებელი, კაცმა რო თქვას, ადამიანისათვის, ქრისტიანისათვის, რომელმაც იცის ერთადერთი მიზანი, ეს არის ქრისტესთან მარადიული ყოფობა, შესაბამისად ერთადერთი სავედრებელი მას აქვს, რომ აი ამ ბოროტებისაგან, რასაც დაცემული ბუნების ეს მიდრეკილებები და ვნებები ქვია, აქედან განთავისუფლდეს. ანუ ავადმყოფი განიკურნოს და გადარჩეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წმინდა ისააკ ასური იმასაც კი ამბობს, რომ სიწმინდის თხოვნა, გულიწმინდაი დაბადა ჩემთან აღმერთო, ჩვენ რო ვევედრებით, ეს ტიპიკონით საეკლესიო განწესებით გვაქვს ეს კადნიერება, რომ აი როგორც კადნიერება გვაქვს, ღმერთს მამა უწოდოთ. შენდობას თხოვთ და მე კადნიერება გვაქვს შესაბამისად. ასევე კადნიერება გვაქვს თხოვოთ გულიწმინდაი დაბადა ჩემთან აღმერთო. თორემ ისააკი ასური ამბობს, როგორ უნდა გაბედოს ადამიანმა წმინდა გული თხოვოს, როცა ესე იგი ნაგვისაგან ვერ გათავისუფლებულა. ნაგვისაგან. ეს დაახლოებით წმინდა ნიშნავს, რომ უკვე ესე იგი მასში ღმერთია და უკვე ღვთის შვილია და თანამეფეა, მეფის თანამეფეა, ხო, მარჯვენით მამისა. და არა და ამ დროს კვდება
და ეს ნიშნავს, რომ აი ავანტყოფის შვილი როა, რომელიც შეიძლება მოკვდეს და მამას რო ეხვეწება, რომ მეფე გამხადე. მეფე კი არა, ჯერ უნდა განიკურნო. აი რაღაც ამ მსგავს რაღაცას ამბობს ისააკასური. ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისე ჩვენ უნდა გაცნობიერებული გქონდეს, სად ვიმყოფებით და რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი, რისკენ მივდივართ, რა პასუხისგებლობითა ვარ დატვირთული და კიდევ ვიმეორებ, გასაგები ხდება, რომ რას ამბობს პავლე მოციქული, როცა გვეუბნება, რომ შენი ხორცი და შენი სული შენ არ გეკუთვნის. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ხორცი და სული არ გეკუთვნის, არ მეკუთვნის, მე ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და ამიტომ ქრისტიანი, ეხლა ამას ხო ურწმუნო როცა ისმენს, რა თქმა უნდა ის აღშფოთდება, ბაბავის ეკუთვნის, მაგრამ ქრისტიანებმა ვიცით ეს, გაცნობიერებულად მიზან სწრაფულად მოქმედებთ და გაცნობიერებულად ვეუბნებით უფალს, შენი შენთაგან, შენ და შემწივრელი. ყველაფერი რაც მაქვს, შენი მოცემულია და ამიტომ მე ჩემი ნებითვე უკან გიბრუნებ ამ ყოველივეს მხოლოდ ერთი მიზნისათვის, რომ შენთან ყოფნა მინდა. და ეს არის ჩემი ცხოვრების საზრისი. მე ვიცი, რომ ამისთვის შემქმენი და მე ამას ვიღებ, ვაცნობიერებ. სხვა სიხარული მე არ მაქვს. აი ეს შენი შენთაგან, შენ და შემწივრელი. ამიტომ მთლიანად ჩვენი ცხოვრება, მთელი ცხოვრება ეკუთვნის უფალს და აქედან გამომდინარე უკვე ხდება გასაგები კიდე შემდეგი სიტყვები, რომელიც დღეს იქნა აღმოკითხული მათეს სახარებაში. რომელი არა არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არის. და რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. და ეს ეხება არა რაღაცა ნაწილს ჩვენი ცხოვრებისას, არამედ მთლიანად გვეხება ჩვენ. მთლიანად გვეხება. ამდენი იმდენ ვისაუბრე, რომ აი ეს სიტყვები ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო. რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა, მტერი ჩემი არის. ისე კი არა, რომ აი ცოტათი ქრისტესთან ვარ, ცოტათი არ გამოვა ესე. რომელიც არ შეჰკრებს, აქ იგულისხმება მთლიანად საკუთარი თავის მიძღვნა ბოლომდე უფლისადმი და ამ დროს ამის საპირწონეთ რაზდებს მტერი ჩემი არის. გესმით? წარწმედას დებს. აბა ქრისტეს მტერი ხვდებით რასაც ნიშნავს. ღმერთი რომელიც სიყვარულია, აი ამ სიტყვებით გვაფხიზლებს. მტერი ხარ ჩემი თეოდორე, შენ თუ ბოლომდე ჩემთან არა ხარ. თუ ბოლომდე თელი შენი ცხოვრება ჩემთან თუ არ შეკრიბე, მტერი ხარ, ამას სახარება ამბობს, სახარებაში უფალი ამბობს. განაბნევ შენ ცხოვრებას და ნუ ეხლა რომ გადავხედავთ ჩვენ ცხოვრებას, განვაბნევთ და იმის იქითაც არის კიდე, რასაც როგორ ჩვენ ცხოვრობ და როგორ ჩვენ ვიქცევით. ამიტომ პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები, რომელიც ასევე დღეს აღმოვიკითხეთ, უკვე ნელ-ნელა რაღაცნაირად აი ესე იხსნება ჩვენთვის წმინდა წერილი. ესე კომპლექსური მიდგომა უნდა და აი ესე ნელა-ნელა და არა ინტელექტუალური უბრალოდ, არამედ მადლისმიერი, სულისმიერი, ჩვენს გულში გამოტარებული, ჩვენ ხორცზე რო ვიწვნებთ ჩვენს ნებებთან, დაცემულ ბუნებასთან ბრძოლას, რომ ჩვენ ხორცზე რო ვიწვნებთ მის სიმწარეს, ტკივილებს, გესმით? აი ეს ბრძოლა დაუსრულებელი სანამ პირში სული გვიდგას, მანამდე ვიბძვით, უკანასკნელ ამოსულ თქვამდე. მე უკვე მეტნაკლებად ხდება საცნაური, რაზე ლაპარაკობს საერთოდ პავლე მოციქული, ან უფალი რას საუბრობს, ან წმინდა მამები რაზე გვესაუბრებიან. თუ ჩვენ ესე არ მიუდგებით, ვერაფერს ვერ გავიგებთ, არც დაგვაინტერესებს. ამიტომაც არის, თუ ადამიანს წმინდა წერილის კითხვა არ აინტერესებს და თუ ადამიანები წმინდა მამების კითხვას გულს ვერ უდებენ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვს სულიერი ცხოვრება. რატომ? ვერ იგებს და თუ ვერ იგებს, ერთხელ წაიკითხავ, ორჯერ კურთხევით, სამჯერ, 100-ჯერ და როდემდე იკითხავ, ვერ იგებ, კაცო. არ არის საინტერესო შენთვის ეს. არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ შენთვის აი რაღაცა უცხო ენაზე რაღაც დაწერილი სიტყვებს გავს. პავლე მოციქული ამბობს, ეს მე-14 თავია, რაც დღეს გქონდა აღმოკითხული. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისთვის და არც თავისთვის კვდება. სიცოცხლე და სიკვდილი, რომელიც მოიცავს ადამიანის ყოფიერებას ამ სოფელში. და პავლე მოციქული გეუბნება, რომ შენთვის, ეგოისტურად შენთვის არც ცოცხლობ და არც კვდები. ანუ არც სიცოცხლე გეკუთვნის შენ და არც სიკვდილი გეკუთვნის შენ. კიდევ ვიმეორებ, ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი თავისუფლების შეზღუდვაა. ის რომ ჩემი სიცოცხლეს და ჩემი სიკვდილის ღმერთს ეკუთვნის, ეს ჩემი თავისუფლების ზეიმია. თუ არა, მაშინ თათქარიძეობა გაქვს აგერ მეორე მხარეს. ნუ კარგი, თათქარიძეობა არ გინდა და თქვა შენი ცხოვრების საზრისი გახდა ხელოვნებით ტკბობა. ხელოვნების შედევრების შექმნა, ან მეცნიერული მწვერვალების მიღწევა და ასე შემდეგ. და რა მე? არც არაფერი.
შენ რომ მოკვდები შენსა და რუასაბთათქარჯის შორის კი არა კაცო. ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავება აღარ არის, ძვლებად იქცევა ერთის და მეორეს. რა მერე? სულით და სულით რა სულით? ეგოიზმისგან, ანზნეობრივი გარყვნილებისგან ათავისუფლებს? აბა გავიხსენოთ, რამ თუნდაც ჩვენს უახლოეს პერიოდში, ჩვენს ეპოქაში, რამდენი გენიოსი, რომელიც ამავე დროს უგარყვნილესი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და საშინელად ეგოისტები იყვნენ. რამდენი საერთოდ კავშირი არ აქვს ხელოვნებას სულის გაწმენდასთან, არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ხელოვნება კი არ არის ცუდი. ადამიანი რომ დადის, ესეც კარგია, რომ ლამაზია ადამიანი ზოგადად, მაგრამ მას სულის განწმენდასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და ჩვენ ღვთის წინაშე რომ წარვდგებით, ღმერთი იმას კი არ მოგკითხავს, როგორი კარგი ხელოვანი ვიყავით, არა ლამაზები ვიყავით, არა ღონიერები ვიყავით, არა ინტელექტუალურები ვიყავით, არამედ მოგკითხავს, გავართ თუ არა ჩვენ მას? შეგვიძლია თუ არა მასთან მარადილი ყოფობა თუ არ შეგვიძლია? არამედ თუ ცოცხლობთ, უფლისათვის ცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. გასაგებია, ესეც ამ კონტექსტში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გასაგებია. ცოცხლობ უფლისათვის. ვკვდები უფლისათვის. და თუ უფლისათვის არ ვცოცხლობ და თუ უფლისათვის არ ვკვდები, არც სიცოცხლეა ჩემი ადამიანური და არც სიკვდილია ადამიანური. როგორც ცხოველი და ეშმაკი ისევ ცოცხლობ, როგორც ცხოველი და ეშმაკი ისევ ვკვდები სულიერათაც და ხორციელად. თუ უფლისათვის ვარ თუ არა და არაფერი აღარა ვარ. ამიტომ ცოცხლობ თუ ვკვდებით, უფლისანი ვარ. აი, ცოცხლობ უფლისანი თუ ვარ, რომ ვკვდები, მაშინაც უფლისანი ვარ და უფლისა რო ვარ, რომ ვკვდები, ეს რას ნიშნავს? მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა. უფლისათვის თუ ვკვდები, მე ვარ ცოცხალი, მარადიულად, იმიტომ რომ ღმერთისათვის მკვდარი არ არსებობს. ღმერთისათვის ყველა ცოცხალია. აი, ეს არის მარადიული სიცოცხლის კიდევ ერთი საფუძველი წმინდა წერილიდან. რადგან ქრისტე იმისთვის მოკვდა და აღდგა და გაცოცხლდა, ანუ რათა უფლობდეს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც ადამიანმა სადაც უნდა გაიაროს, ღმერთმა ყველგან გაიარა. ანუ ყველგან ჩვენი ცხოვრებისეულ ყოველ წამს, ყოველ მომენტში ჩვენ ქრისტე გვხვდება. მათ შორის სასიკვდილო სარეცელზე, მათ შორის სულის სხეულიდან ამოდის მაშინაც ქრისტე გვხვდება და თუ ჩვენ ლოცვით გარდავიცვლებით ღმერთთან გადავდივართ და ყველგან ჩვენ სხეულსაც ღმერთი იფარავს მეორედ მოსვლამდე. ის თუნდაც ცეცხლში დაიწვას, თუნდაც ხეცემა დაგლიჯონ, თუნდაც სტიქიემა გაანადგურონ, ჩვენ სხეულს მაინც ღმერთი იფარავს. როგორ რანაირად ეს დაფარულია საიდუმლოება, ჩვენ ეს არ ვიცით. ყველგან ღმერთთან ერთად ვართ, იმიტომ რომ ღმერთმა სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველა ეს გზა გავლილი აქვს და იმ გზაზე მივდივართ, სადაც ღმერთმა გაიარა. ადამიანად მოსულმა ღმერთმა. ვინაიდან დაწერილია მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოდრკების ყოველი მუხლი, ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ანუ კვლავ მას ამბობს და სხვა სიტყვებითაც სხვაგან ამბობს, სახელისა იესო ქრისტეს წინაშე მოდრკება ყოველი მუხლი ზეცაში, ქვეყანაზე და ქვესკნელში. ანუ არსად არ არის ადგილი, სადაც ქრისტეს ძალაუფლება არ იყოს, იგი არის, ანუ განკაცებული ღმერთის, იგია ყოვლის მყრობელი. აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. და ამ აბსოლუტურ ძალაუფლებაში შენ გაძლევს საშუალებას თავისუფლად იყო მასთან, ან თუ არ გინა ეს თავისი ასევე შენი თავისუფალი არჩევანით არ იყო მასთან. მაგრამ სადაც ის არ არის, ეს არის სიკვდილი გონიერი არსებისათვის. ხოლო ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ქვა, არ გვინდა ვიყოთ პირუტყვი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ღვთის მსგავსი და ხატი არსებანი. შესაბამისი სიკეთებით, შესაბამისი სიყვარულით, შესაბამისი სიცოცხლით, შესაბამისი სიხარულით. ყველა თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს, ანუ პასუხისგებელი. ამ ყველაფერზე იმიტომ გვესაუბრებით პავლე მოციქული გვეუბნება, რომ გახსოვდეს თეოდორე, რომ შენ პასუხს აგებ ღვთის წინაშე. არ მოკვდები შენ თეოდორე როგორც ცხოველი და არ მოკვდები როგორც ეშმაკი, არამედ მოკვდები როგორც ღვთის შვილი და შესაბამისი პასუხისგებლობით დატვირთული. ვთქვათ მე მეფე წარმოედგინე და რაღაცას დააშავა ვიღაცამ. ერთია რომ დააშავა ვიღაცამ და მეორეა როცა დააშავა მეფის შვილმა. მისი პასუხისგებლობა გაცილებით დიდია. აი ეს არის. ამიტომ როცა მე მახსენებს პავლე მოციქული ანგარიშს ჩააბარებ, ანუ პასუხს აგებ, მე პასუხს ვაგებ არა როგორც რაღაცა ქმნილება, არამედ ღმერთის შვილი, როგორც ქრისტიანი. ასე რომ ეს პასუხისგებლობა ძალიან დიდი პასუხისგებლობა იქნება და გაგახსენებთ სახარებაშია, ვინც მეტი იცის, მეტი მოეთხოვება. და აი აქ რომ არ გვეგონოს სულიერი ცხოვრება, გარეგანი რელიგიური რიტუალი, თავისი მარხვებით და თავისი
ყველაფრით აბსოლუტურად რაც გარეგანია პავლე მოციქულის სიტყვები ასევე დღეს აღმოკითხული, რადგან ღვთის სასუფეველი სასმელ საჭმელი არაა. არ არის საჭმელს, ანუ გარეგანი რიტუალური მხარე არ არის, მარხვაზე საუბრობს. ეს არ არის. თორემ მარხვა არ არის, უბრალოდ ეს ხო დიეტა არ არის, ეს რიტუალური მხარეა, ხო? რელიგიური მხარე, ჩვენი სული გარეგანი რელიგიური მხარე ჩვენი ცხოვრებისა. ეს არ არის სასუფეველი. სასუფეველი არის რა? არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. ანუ ის სათნოებები, რომელიც მრავალგზის სხვადასხვანაირად არის აღწერილი წმინდა წერილში, ის სათნოებები, რომელიც ღმერთის თვისებებია, განცხადებული, როცა ის ადამიანად მოვიდა და რომლის ჩემს გულში დამკვიდრების, რომელთა მიერ აღჭურვის და შესაბამისი ცხოვრების ვალდებულების წინაშე ვარ. იმიტომ რომ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული და ყოველივე ეს ამით ვლინდება, რამდენად არის ჩემი გული გახსნილი ღმერთისათვის, რა დამოკიდებულება მაქვს ღმერთთან და რა დამოკიდებულება მაქვს მოყვასთან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათ შორის სიმართლე არ არის ჩემი სიმართლე, არამედ ეს არის ღმერთის თვისებები და ღმერთის სიმართლე. ხოლო ვინც ამ ყოველივეთი ემსახურება ქრისტეს, ჩვენი მსახურება ეს არის სათნოებების მოხვეჭა, სულიწმინდაში ამბობს, ხო? სულიწმინდის, ანუ მადლის ჭურჭლად რო იქცევი, შესაბამისად ემსახურები ღმერთს ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს თვისებებით ქრისტეს საქმეს აგძელებ და ვინც ყოველივე ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისთვის და მოსაწონია კაცთათვის და ფაქტორად ესეთი ადამიანი არის ეკლესიის აღშენებლობის გამგრძელებელი. ქრისტეს თანამშრომლობა და თანამშრომლობა ქრისტესთან, ქრისტეს საქმის გაგრძელება ნიშნავს ეკლესიის გამტკიცებას და მის აღშენებლობას განგზრობითად დროში. იმიტომ რომ სანამ უფალი დაბრუნდება ეკლესიამ უნდა იარსებოს და თანამონაწილეს ღვთის ღმერთი, რომ ეკლესიამ არსებობა გააგრძელოს. აი ეს არის ჩვენი საკეთებელი და კიდევ ერთხელ ამით ხედავთ, რომ როგორი პასუხისგებლობით ვარ დატვირთული და რა დიდებული დიადი საქმის თვის მოგვავლინა ღმერთმა და ეს დაგვავალა, როდესაც ჩვენ გულს შეეხო და გვითხრა ქრისტემ, მე ვარ ის, ვინც სამყარო შევქმნი და შენთვის მოვედი და შენთვის მოვკვდა. აი ეს ამას ნიშნავს ჩვენი რწმენა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.